სკოლის დირექტორები არის ცხელი თემა, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის ის ეტაპები, რომელიც გაიარეს მათ აქამდე. იანვარში ჩატარდა დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდები და ის კანდიდატები, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს, უკვე მეორე ეტაპზე სამინისტროში გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი ნაწილი 24% დაიწუნა სამინისტრომ, ესე ვთქვათ, ბოლო 2 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში არის ამ ადამიანების მხრიდან მწვავე შეფასებები, რატომ დაიწუნა სამინისტრომ ეს კანდიდატები, ან რატომ არ დაიწუნა, ვინ გახდა კანდიდატი, რომელიც მესამე ეტაპზე გადავა და უკვე სკოლების მეორე საბჭოს მიერ არჩეული იქნება სკოლის დირექტორად. მოკლედ, ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი. სტუდიის სტუმარი ყავს შალვა ტაბადაძე, განათლების საკითხების მკვლევარი, რომელიც კარგად იცნობს ამ თემას და მას საერთოდ ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მინდა რომ ვნახოთ ის ამონარიდები, რომელიც სოციალურ ქსელში 2 დღის განმავლობაში იწერებოდა. შედეგების გამოცხადებამდე ზუგდიდის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მერიაში უნდა მიეტანათ კანდიდატების სიები. როცა ვიკითხე თქვენ რა შუაში ხართ, მეთქი მითხრა, ჩვენ თუ არა, აბა ვინ არის შუაში. ისედაც აღარავის უნდა ეს დირექტორობა და ჩემს ირგვლივ ისეთ გულმოდგინე დაუზარელ და ნიჭიერ კადრებს მოუვიდა თუ არის, აქეთ რომ უნდა ეხვეწებოდნენ. თუ კომისიის წევრი იყო, მაშინ გადაწყვეტილებაზე ხელი არ უნდა მოეწერა და წერტილი. თუ არ მოსწონს ეს მასკარადი, მაგ კომპეტენტურმა უნდა თქვას და დაწეროს. საზოგადოებისთვის ხომ სულ ერთია მისი კომფორტის ზონის დაურღვევლობა და სხვა სარგებელი. ბევრი რამ ამ ქვეყანაში უხერხული უნდა იყოს, მაგრამ არ არის სამწუხაროდ. და სამწუხაროა, რომ არ შეგარჩიეს. და რა უცნაურია 2100 სკოლისთვის საკმარისი კანდიდატებიც კი არ არიან კონკურსი რომ შედგეს და მაინც ფილტრავენ ხალხს. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ სუსმა ჩაატარა ეს გამოცდა გასაუბრება. მე მაგალითად არა. მართლა არ ვაპირებდი მესამე ეტაპს, არ მენდნენ, ვერ გარისკეს, იმიტომ რომ ვეღარც სამეურვეო საბჭოებს ენდობიან. ზუსტად იცოდნენ, სად ელოდნენ ჩემს კანდიდატურას. სირცხვილი კომისიის წევრებს. დიახ, უნდა მონიშნოთ და გაგვცემ პასუხი რა ხარვეზები დაგიდგინეს, რადგან თანხმდები კომისიის წევრობას, პასუხისმგებლობასაც იღებ. აი, რატომ არ მინდა სკოლის დირექტორობა, არ მაქვს ამ ყველაფრის ნერვი. ჯერ ისედაც ცოტა გავიდა გამოცდაზე და ახლა სულ დაუკარგავენ мотиваციას. დიახ, არ გავალ გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი დირექტორი ვიქნებოდი. არ მაქვს мотиваცია. პათოსი გასაგებია. რა შანსი აქვთ, რომ ამ ადამიანებმა სამართლებრივად თუნდაც შემდგომ ეტაპებზე უკვე დაიცვან თავი. ბევრი ამბობს, რომ აზრი არ აქვს, თუმცა რიგი დაწუნებული კონკურსანტებისა ამბობს, რომ ისინი აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას. თითოეული კონკურსის შემდგომ გარკვეული უკმაყოფილობები არსებობს და აქ სწორედ ამაშია პრობლემა და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ სისტემა იყოს იმდენად გამჭვირვალე და იმდენად ორიენტირებული საუკეთესო სასწავლო პროცესის ხელმძღვანელის შერჩევაზე, რომ მსგავსი ტიპის კითხვის ნიშნები არ ჩდებოდეს და შესაბამისად ის წარსული გამოცდილება, რომელიც არსებობს მოვალეობის შემსრულებლად დირექტორების დანიშვნის თვალსაზრისით თუ ვადის გასვლის შემდგომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კონტექსტში, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები დღესაც იარსებებს და ამის კონკრეტული მაგალითები არის. ანუ ჩემი მხრიდან უხერხული იქნება საუბარი, რომ ესე ხდება, მაგრამ ის ფონი, რა ფონიც არსებობს, არის ამ ეჭვის უნდობლობას იწვევს, რაც მთლიანად ცუდია სისტემისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე დეტალურად ამ სისტემაზე და სამართლებრივ დეტალებზე, იმიტომ და სამართლებრივ გზას, როგორც წესი მსგავსი ტიპის დავებში, ეს იქნება კონკურსები, ეს იქნება თუნდაც გრიფირებასთან დაკავშირებული საკითხები თუ ასე შემდგომ, სასამართლო არ შედის შინაარსობრივ ნაწილში. ანუ სასამართლო შედის სამართლებრივი დარღვევების ნაწილში. შესაბამისად, სასამართლომ თუ დაადგინა, რომ სამართლებრივი პროცედურები იყო დარღვეული, ეს შანსი არსებობს, რომ გარკვეულწილად იყოს შესაძლებლობა მათ სამართალი ნახონ, მაგრამ სასამართლო ვერ დაადგენს, კვალიფიკაცია იყო თუ არა შესაბამისი და შესაბამისად მოხდა თუ არა და ერთი ტექნიკური დეტალი შინაარსის გარდა დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელიც იყო გასაუბრებაზე გასული, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი თქვა, რომ არ ხდებოდა ამ გასაუბრების ჩაწერა.
შინაარსის რომ შედიოდეს მაგათაც სასამართლო და ამის დეტალური განხილვა ხდებოდეს, უბრალოდ ტექნიკურად მტკიცებულება არ აქვს ამ ადამიანებს, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებების დაცვისთვის და რა ბერკეტი არსებობს სხვა მხრივ, რომ დაიცვან, თუნდაც ერთადერთი ამ შემთხვევაში ოქმე აუცილებლად იქნება და ოქმში წერია, რომ ვერ გადაალახა და მორჩა. კი, ხო, და ოქმი საკმაოდ მშრალია ხომ, როგორც წესი, სხვათა შორის წინა წლების გამოცდილების განსხვავებით ესეც უკან დახევილი გზა, იმიტომ რომ ჩანაწერები ხდებოდა ხოლმე და ჩანაწერების მოსმენა იყო საკმაოდ საინტერესო, ანუ ვის რა პოზიცია ჰქონდა და როგორ იყო წარდგენილი სკოლის დირექტორობის კანდიდატი და საინტერესო იყო თვითონ ეს პროცესი, როგორც გამჭვირვალობის ნაწილში, ისე მაგალითად იმის შესწავლის ნაწილში თუ რა კვალიფიკაციის კანდიდატები გვყავს, სამწუხაროდ ეს პროცედურაც აღარ არსებობს და ეს კიდევ უფრო მეტად უნდობლობას ზრდის შესაბამისად. თუმცა რომც ყოფილიყო და იყო წინა წლებში, რასაც ვამბობდი, სასამართლო არ შედის დეტალებში და ვერც განსაზღვრავს კვალიფიკაციის თვალსაზრისით იყო თუ არა გარკვეულ პრობლემებთან საკითხი დაკავშირებული. კი ბატონო, ბადაშავა, ჩვენ ვიცით რომ 2000-ზე მეტი სკოლა გვაქვს საქართველოში, მათ შორის საკვალიფიკაციო გამოცდაზე სრული რაოდენობით მაინც არ გავიდა კონკურსანტები, ეხლა უკვე გასაუბრების ეტაპზეც გამარჯვებული და უკვე სერტიფიცირებული კანდიდატებიდან 755 გავიდა და აქედან 191, ანუ 24% დაიწუნეს. ანუ ესე უხეშად რო გადავთვალოთ და ზუსტი ციფრი ვერ თქვათ, არ იმის გამოკლებით ადამიანებს ჰქონდათ მანამდე დირექტორობის სერტიფიკატი და რამდენი ადამიანი წარადგენს კიდევ ამ დირექტორად რამდენი წარადგენს და დააფიქსირებს თავის რუს, ეს არ ვიცით ჯერ, ამიტომ ვერ ვიმსჯელებთ. ნახევარი სკოლა მაინც გრჩება დირექტორის გარეშე. რასთან გვაქვს საქმე, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რა იქნება შემდგომი ეტაპი? იქნება ისევ კონკურსი, რაც ასურველია თუ სწორედ ეს უნდოდა სამინისტროს და დანიშნავს ისევ სკოლის მოვალეობის შემსრულების დირექტორებს. თქვათ პირდაპირ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი განათლების სისტემისთვის და იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ჩვენ გვაქვს სისტემა დღეს მოწყობილი, სკოლის დირექტორები რომ იყოს ყველა სკოლაში სერტიფიცირებული, ეს არის შეუძლებელი. წინა წლების გამოცდილების ანალიზს გეტყვით და ნათელი გახდება რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. სერტიფიცირების პროცესი მაგალითად ჩატარდა 2012-2014 წლებშიც და რომ გავაანალიზოთ იმ სერტიფიცირების პროცესი 1305-მა აპლიკანტმა გადალახა და მიიღო უფლება ყოფილიყო სკოლის დირექტორი. 1305-მა, როდესაც 2086 სკოლა გვაქვს საქართველოში და ძალიან საინტერესოა დინამიკა, ვინ გადალახა და ვინ მიიღო სერტიფიცირება და დირექტორობის უფლება. ამ 1305-დან 800 კანდიდატზე მეტი იყო დიდი ქალაქებიდან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ხოლო 510 სერტიფიცირებული ადამიანი იყო ყველა სხვა რეგიონიდან. ამ 4 დიდ ქალაქში სკოლების რაოდენობა არის დაახლოებით 250, ხოლო მთელ დანარჩენ საქართველოში 1770. ანუ 800 სერტიფიცირებული ადამიანი ჩვენ გვყავდა 250 სკოლაზე, ხოლო 500 სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი გვყავდა 1750 სკოლაზე. ეს ბუნებრივად ნიშნავს, რომ ჩვენ კონკურსი და შესაძლებლობა რომ ავირჩიოთ და თუნდაც დავნიშნოთ რა ფორმატიც გვექნება სერტიფიცირებული სკოლის დირექტორი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ დიდ ქალაქებში. შესაბამისად დღეს რა სურათი გვაქვს, თუნდაც ყველა მოვალეობის შემსრულებელია სკოლის დირექტორი თითქმის, მაგრამ 9 ყავს მხოლოდ დირექტორი. ხო, სერტიფიცირებულების და არასერტიფიცირებულების გადანაწილება როგორ არის? დაახლოებით 1250 არასერტიფიცირებული მოვალეობის შემსრულებელი ან დირექტორი ყავს და მხოლოდ 750-მდე სერტიფიცირებული. ანუ 2012-2014 წლების გამოცდილება გვაჩვენებს ჩვენ, რომ სერტიფიცირებული სკოლის დირექტორები რომ გვყავდეს ყველა სკოლაში, ეს არის შეუძლებელი. სერტიფიცირებული სკოლის დირექტორების მოლოდინი და კონკურსის მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ საქალაქო დასახლებებში. ეს გამოწვეულია ბევრი სხვადასხვა პრობლემებით, მათ შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაინც და მაინც მიმზიდველი სკოლის დირექტორობა არ არის ახალგაზრდა თაობისთვის და არ არის კვალიფიციური ახალგაზრდებისთვის. თუ ავიღებთ აი ბოლო
2013 წელს ჩატარდა ტალისის კვლევა და 2013 წლიდან დღემდე 40 წლამდე ასაკის სკოლის დირექტორთა კოჰორტა განახევდა. დღეს სკოლის დირექტორთა მხოლოდ 6%-ია 40 წელს ქვევით და ამაზე მეტი რაოდენობაა, ბევრად 70 წელს ასაკს გადაცილებული სკოლის დირექტორი. კი ბატონო, ბატონშავა, ერთ-ერთი აპლიკანტი წერდა, რომ აპლიკანტთა უმრავლესობას არ ჰქონდა დირექტორად მუშაობის გამოცდილებაო. ეს რას გეუბნებათ? ანუ ეს ფაქტი რამეს გეუბნებათ? არის რაღაც ორი ვერსია, ერთი რომ თითქოს ახალი სისხლის შედინება სურთ სკოლაში, მაგრამ მეორე მათთვის სასურველი კანდიდატებით დააკომპლექტონ სკოლები ისევ. ზოგადად სკოლის დირექტორის კანდიდატი იმ პროცესში რა პროცესების დღეს ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლოს. ანუ აბსოლუტურად შეიცვალა დღევანდელ მსოფლიოში სკოლის ხელმძღვანელთა როლი და ფუნქცია. რატომ შეიცვალა? 21 საუკუნეში განათლების პოლიტიკის მიმართულებები შეიცვალა. ანუ ორიენტირი გახდა ანგარიშვალდებულების სისტემაზე, ორიენტირი გახდა თითოეულ მოსწავლეზე საუკეთესო შედეგების მიღწევაზე, ორიენტირი არის სასკოლო დონეზე მასწავლებელთა შეფასებასა და პროფესიულ განვითარებაზე, ორიენტირი გახდა ტექნოლოგიების ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში. ეს ჩვენც გვიწერია ფურცელზე ავტორიზაციის დოკუმენტში ძალიან კარგად არის დაწერილი დირექტორის ფუნქცია მოვალეობა. კი ბატონო, ამან მოითხოვა სხვა ტიპის დირექტორების წინ წამოწევა საგანმანათლებლო სივრცეში, შესაბამისად მოთხოვნებიც არის შეცვლილი საგანმანათლებლო ლიდერების მიმართ. შესაბამისად ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მასწავლებლობის გამოცდილები და უნდა ჰქონდეს მათ შორის ადმინისტრაციულ პოზიციაზე. ანუ რეალურად უნდა წარმოადგენდეს საგანმანათლებლო ლიდერს, რათა შეძლოს აი იმ კომპონენტების დაკმაყოფილება, როდესაც უკვე ამოსავალია თითეული მოსწავლის შედეგები და როცა სწავლებიდან აქცენტი კეთდება სწავლაზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კი პოზიცია არის სწორი, რომ საგანმანათლებლო სივრცედან მყოფი ადამიანი არის მნიშვნელოვანი, თუ ადრე ითვლებოდა, რომ კარგი მენეჯერია ყველგან და გარედან მოყვანილი კარგი მენეჯერიც კარგად მართავს სკოლას, ეს ახალი ფილოსოფიური მიდგომით განათლების მართვის თვალსაზრისით ესე არ არის, თუმცა მეორეს მხრივ ეს არ ნიშნავს, რომ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, აქვთ ახალი ხედვები, აქვთ შესაბამისი განათლება, არ შემოდიოდნენ საგანმანათლებლო სივრცეში. მაგრამ რატომ არ შეიძლება შემოდიოდნენ საგანმანათლებლო სივრცეში ეს ადამიანები? აქ რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველი, პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რაც ჩამოვთვალე იქიდან გამომდინარე მოთხოვნები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არის აგრეთვე საკმაოდ დიდი. მეორეს მხრივ როგორია ანაზღაურება, რომელიც აქვს ჩვენი სკოლის დირექტორებს. აქ ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ აი რატომ არ უნდოდა სკოლის დირექტორად, ამის არგუმენტად დაასახელა პოლიტიზირება, სკოლის პოლიტიზირება და დირექტორის როგორც სკოლის მმართველის უკვე თითქმის პოლიტიკურ ფიგურად დაყენება. კიდევ ერთი კომენტარი მინდა რომ წავიკითხო და ეს რას გეუბნებათ თქვენ, ეხლა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები უკვე დასკვნით ეტაპზეც ვერ გადავიდნენ, სადაც საბჭომ უნდა აერჩიოს უკვე სკოლის დირექტორი, ნიშნავს იმასაც, რომ ისინი საერთოდ სერტიფიკატის გარეშე დარჩნენ. ანუ სხვა დროსაც, სანამ არ იქნება კიდევ დირექტორების არჩევნები და სერტიფიცირების პროცესი, ისინი კარგავენ ამ შანსს, რომ საერთოდ სკოლა მართვონ. აი ამაზე ეს რას გეუბნებათ, ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე? სერტიფიცირების პროცესი გულისხმობდა როგორც ტესტირებას, ასევე გასაუბრებას, შესაბამისად მათ ვინც ვერ გაიარეს გასაუბრება, ისინი დარჩნენ სერტიფიცირების პრინციპში ეს ადამიანები იმაზე რა სისტემა იქნება და რამდენად სახელმწიფო სერიოზულად მოეკიდება სკოლის ხელმძღვანელების შერჩევის პროცესს და იქიდან გამომდინარე ამ ახალი კადრების თუ ახლად სერტიფიცირებული კადრების შედინება და სკოლების დაკომპლექტება როგორ მოხდება. თუმცა თვითონ პროცესი, რა თქმა უნდა, თუ კი გასაუბრებას ამატებს სერტიფიცირების პროცესს, ეს ნიშნავს, რომ შენი ტესტირების პროცესი არ არის საკმარისად სრულყოფილი. ან მეორე მომენტია, როდესაც გასაუბრება არის მექანიზმი შენთვის ნამდვილად, რომ მოხდეს გადარჩევა შენთვის სასურველი ან არასასურველი კადრების. უფრო მეტსაც ავიღებთ, ანუ რატო არის სისტემისადმი უნდობლობა, ანუ გასაუბრების კომპონენტი, რომელიც შემოვიდა
ახალი სისტემით და არ იყო ძველი სერტიფიცირების სისტემით, გასაუბრება ხდებოდა უშუალოდ კონკრეტულ სკოლებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების წარდგენის კონტექსტში და არა სერტიფიცირების კონტექსტში. დისკრეციის უფლება დანიშნვის, რომელიც მინისტრს აქვს დისკრეციით დანიშნოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს, თუმცა შესაძლებელია კონკრეტული რეალობიდან იყოს მოწვეული და თუ წინა გამოცდილებას ავიღებთ, საინტერესოა თვითონ სამეურვეო საბჭოებისადმი წარდგენის პროცესიც, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია და დაბრკოლება, ერთის მხრივ დაბრკოლება კანდიდატებისთვის და ბერკეტი განათლების და მეცნიერების სამინისტროსთვის, რომ სასურველი კადრების გაყვანა მოხდეს. ეგ იყო ზუსტად რომ აი იმ ნაწილში, როცა არ აქვს სამინისტროს პრობლემა, როცა რჩეველთა საბჭოს გააკეთებინოს ის საქმე, რაც ახლა გააკეთა ამ ეტაპზე პრინციპში, ეგ იყო რიგი კანდიდატებისთვის გასაკვირი, რომ რატომ გადაწყვიტა ახლა ამ ეტაპზე. მოკლედ, ზოგიერთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს დამორჩილებაც ჭირს, თუმცა აქაც დამატებითი ბერკეტია. წინა მექანიზმი იყო, მაგალითად, როდესაც კანდიდატი სამ სკოლას ირჩევდა, სასურველ სკოლას წარსადგენდა და შესაძლებელია ის წარედგინათ ზუსტად იმ სკოლაში, სადაც მისი არჩევის ყველაზე ნაკლები ალბათობა იყო და მეორეს მხრივ შესაძლებელია ყოფილიყო, რომ ერთ სკოლაში წარედგინათ 4-5 კანდიდატი და ყოფილიყო ყველაზე დიდი კონკურსი, ხოლო ერთ სკოლაში წარედგინათ მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომ ძალიან მარტივად გასულიყო ეს სასურველი. ბატონ შალვა, სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თემა დიდია და არ სრულდება, ამით მესამე ეტაპი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.